სოფელ კრისხევს მოსახლეობა ტოვებს. მიგრაცია ხაშურის რაიონში უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სოფელში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობაა. აქაურებს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ათობით წელია აწუხებთ. ისინი სასმელ წყალს კილომეტრებიდან ეზიდებიან. სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს კი წვიმის იმედით ახორციელებენ. ახალგაზრდები გარბიან. ნახევარი ახალგაზრდობა კი არა 99% წასული არის. დავრჩით აქ მარტო მოხუცები, პენსიონერები. სოფელი თავისთავად იცლება, პირობები რო არ არის იმის გამო. ბავშვების აგერ ახლა 2 წელია რაც დაუნიშნეს ავტობუსი. თორე ფეხი დადიოდეს 3 კილომეტრი აქედან მეორე სოფელში. კრისხევის მოსახლეობა სოფლის გაზიფიცირებას ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ სთხოვს. სოფელში ამორტიზებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც, რაც ზამთარში აქ მაცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლით. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რის გამოც სოფელში მხოლოდ მოხუცები ღარჩებიან. წყალი შარშან დაიწყეს გაკეთება და ფინანსება რასაც ეყო ის ზემოთ სოფლიდან როგორც ვიცი გადმოწევთ როდის მოაღწევს ახლა ჩვენ სოფლამდე რომ შეუერთდეს იქ ყველა ერთ წყალსაცავში და ეკნეს ყველას ნორმალურად მაგი არავინ არ იცის. ხლა უგზოობაცა რომ მოდიოდით ხომ შეხედეთ შემოსასვლელში იქიდან რომ მოდიხარცის და როგორ არის გზა გაფუჭებული. წელს ღმერთის წყალობით ახლა თოვლი არ გვაქვს, მაგრამ თოვლი რომ იყოს სასწრაფოც ვერ ამოვა. ყველა ოჯახს ჭირდება დახმარება ამ სოფელში. ნახევრად დაცარიელებული სოფლის პრობლემების შესახებ საუბრობს თავად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელიც, რომელიც აცხადებს, რომ კრისხევში არსებული პრობლემების მოგვარება მალე დაიწყება, თუმცა როდის ამას ზაზა ჯიქურაშვილი დიასთან საუბრისას ვერ აკონკრეტებს. სოფლის პროგრამით არის 5106 ლარი იყო შარშან როგორც იყო და ინფორმაცია რამდენადაც მე ვფლობ წელსაც ალბათ ისევ ის თანხა იქნება. და ეს თანხა საკმარისია იმ ყოველფრის მოსაგვარებლად? აი მე რაც გითხარით კონკრეტულად იმის მოსაგვარებლად საკმარისია ის წყლის რო დავიწყეთ სათავე ნაგებობა გაკეთებულია, შემიძლიათ გაჩვენოთ კიდევაც ადგილზე ვინ შეასრულა და როგორ შეასრულა. იმ თანხით დასრულდება ეს და კიდევ გვინდა რომ და ეს ჩვენი უშუალოდ მოთხოვნით და ხალხის მოთხოვნით გვინდა რომ გარეგანათებას მოვაწყოთ კიდევ სოფელ კრისხევში კონკრეტულად. სანამ ხელისუფლება კრისხევში არსებული პრობლემის მოგვარებას დაიწყებს, მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელში სადაც 30-მდე ოჯახია დარჩენილი, მთლიანად დაიცლება.